გამარჯობა, ეს არის გადაცემა ექიმები და როგორც ყოველთვის დღეს მე ნინო დათო და ლევანი ვისაუბრებთ თქვენთვის მეტად საინტერესო სამედიცინო თემებზე. დღეს 2 აპრილს აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების დღე აღინიშნება. Რა თქმა უნდა, ამ დღეს ექიმებიც უერთდებით. სტატისტიკურად აუტიზმის მსოფლიოში ყოველ მე-100 ადამიანს აქვს. ძალიან მაღალი ემის შანსი, რომ ვიღაცას, ვისაც პირადად იცნობთ, ვისთან ერთადაც მუშაობთ, ვინც გიყვართ, სწორედ აუტისტური სპექტრის აშლილობა ჰქონდეს. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი ცნობიერების ამაღლება ამ მიმართულებით. აუტისტური სპექტრის აშლილობა არის ადამიანის ნერვული განვითარების შეფერხება. ეს ფსიქიკის ისეთი მდგომარეობაა, როდესაც ინდივიდს ახასიათებს ჩაკეტილი ცხოვრება და გარე სამყაროსთან მოწყვეტა, რადგან სხვებთან კომუნიკაცია უჭირთ. აუტიზმის სხვადასხვა ფორმა არსებობს, ზოგი უფრო მძიმე, ზოგი უფრო მსუბუქი. აუტისტური სპექტრის აშლილობა, როგორც წესი, 2-დან 3 წლამდე ასაკში იჩენს ხოლმე თავს და იმ ასაკისთვის, როცა ბავშვი 3 წელს მიაღწევს, დიაგნოზი უკვე დასმულია ხოლმე. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ადამიანებს განსაკუთრებული ნიჭი აქვთ სხვადასხვა დარგში. ნახოთ ვიდეო, როგორია ცხოვრება აუტისტური სპექტრის აშლილობით. ჩემი შვილი ლაშა არის 4 წლის. ლაშკო 2 წლამდე ვითარდებოდა ჩვეულებრივად, არანაირი შეფერხება არ ჰქონდა, მაგრამ 2 წლის ასაკიდან დაგვეწყო სტერეოტიპული ქცევა. მას ჰქონდა თავისებური სამყარო, ის თავის სათამაშოების განლაგების მიხედვით აწყობდა, ბავშვი პრაქტიკულად იყო უფუნქციო, არ მეტყველებდა, არ ჰქონდა კონტაქტი არც გარემოსთან, ბავშვებთან, საკუთარ დედასთანაც კი მხოლოდ ჟესტებით საუბრობდით, რაც იყო ძალიან ძიმე ჩემთვის, მაგრამ ამაზე უკვე აღარ ვფიქრობდი. მივედით ნევროლოგთან და დადგინდა, რომ ლაშას ჰქონდა ბავშვთა აუტიზმი F84, უმძიმესი დიაგნოზი. აუტიზმი, ეს სიტყვა ზოგადად ჩვენთვის იყო ძალიან უცხო. შემდეგ დავიწყეთ ინფორმაციის ძიება, თუ რა იყო ზოგადად ბავშვთა აუტიზმი, გადავწყვიტეთ, რომ გვეპოვნა რაღაცა გზა, სწორი მიმართულებით გვემკურნალა ბავშვისთვის. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამ ბავშვებისთვის არის ბაღი. ძალიან დიდი პრობლემა ჰქონდა ამასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან ბევრი ბაღი გამოვიცვალეთ, როგორც საჯარო, ასევე კერძო, მაგრამ ლაშკო ცენტრში მივიყვანეთ, სადაც ახლა გადის ABA თერაპიას. აცეთელები მაღლა. დაიხე. აჩო, მაჩვენე ცხვირი. მაჩვენე ჩემი ხელი. ძალიან მაგარი ბიჭი. ისწავლა ბავშვებთან ურთიერთობა, მეგობრობა, გაზიარება, აზრების. ისწავლა სიმღერა, ბევრი ლექსი, განვითარდა. დღეს თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ლაშა არის უმაგრესი ბიჭი. იმიტომ ის რაც ფუნქციები ჩვენ არ გქონდა, ყველა ფუნქცია განგვიმთავრდა. ერთადერთი პრობლემა რაც არის, ეს არის საზოგადოების დამოკიდებულება ამ ბავშვების მიმართ. ძალიან გთხოვთ, ნუ გაამახვილებთ. თუნდაც ბავშვის უმნიშვნელო განსხვავებულ ქცევაზე, გასაგებია რომ ეს ბავშვები განსხვავებულები არიან, მაგრამ გთხოვთ, რომ მიიქნებით ამ ბავშვების მიმართ ესეთი ძალიან კაცრები. მართალია, ჯერჯერობით აუტისტური სპექტრის აშლილობა არ იკურნება, თუმცა რაც უფრო ადრე დაისმება დიაგნოზი, მით უფრო გამარტივდება მკურნალობის პროცესი. სპეციალისტების, ოჯახის და საზოგადოებისაგან გამოხატულ მხარდაჭერას ამ ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესება ნამდვილად შეუძლია. ასე რომ ჩვენი და თქვენი როლი აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ადამიანების ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანია. ცოტა ხანში ექიმებში. კოტე ექიმის არასამე